იმ კვირიდან ვინაიდან ჩვენ რაღაცა ჯერ შესვენება არის აღდგომა მოდის რაღაცა და ჩვენ ტელევიზია პარასკევიდან უკვე დასვენების რეჟიმზე გადადის იმ კვირიდან მინდოდა რომ სმენელისათვის გვეუწყებინა თუ რა უნდა ეკნათ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი წერს რომ აი მიცვალებულების შესახებ საფლავების შესახებ როდის შეიძლება გასვლა როდის არ შეიძლება გასვლა და ამასთან დაკავშირებით არ დაგზარდა ესეთ რთულ დღეს და მამა გიორგი თეოდორაშვილი მამაო დაგულოცეთ ვერტმა დაგულოცოთ ყველა დიახ, დიდი მადლობა, მამაო, ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და არ მინდოდა რომ აი ეს რაღაცა ამ გადაცემის გარეშე მორჩენილიყო ჩემი აი ეს აღდგომო ეთერები და თუ შეიძლება მამაო, იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანებმა რა უნდა ქნან ორშაბათიდან საფლავებზე როგორ უნდა გავიდნენ და რა უნდა ქნან მიცვალებულის პატრონებმა. დიდი მადლობა გიორგი რომ მომიწვიეთ ეთერში. პირველ რიგში ჯერ ცოტა შესავალი გავაკეთოთ, იმიტომ რომ დღეს დიდი ხუთშაბათია. დილით-წირო აღევლინა საღამოს 12 ივნების სახარება წავიკითხეთ, ხვალ დიდი პარასკევი, გარდამოხსნის გამობრძანება იქნება, დიდი შაბათი და ბრწყინვალე აღდგომა და ის უნდა ქნან ჩვენმა ძვირფასმა ჭირისუფლებმა, რომ ვინც არ მარხულობს და არ ყოფილა ეკლესიაში, აი ამ დღეებში მაინც მოვიდნენ ეკლესიაში. განიცადონ ის მძიმე და ესეთი დიდი დღეები, რაც განკაცებულმა მესიამ იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისთვის აღასრულა. და შემდგომში თავად ნაზიარები და გამოცოცხლებულები და გაცოცხლებულები, როცა უკვე ერთად შევძახებთ, რომ ქრისტე აღდგა და ჭეშმარიტად აღდგა, აი ამის შემდეგ გიორგი რომ გავლენ საფლავზე, ხო? მართლა იქნება დიდი სიხარული. ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ეხლა შეიძლება გვისმეს და არ მარხულობენ, არ ეზიარებიან და მარტო პირველ რიგში ელოდებიან, როდის გავიდე, პასკა გავიტანო, კვერცხი გავიტანო, კვირა შეიძლება, ორშაბათ შეიძლება. ეკლესია არასდროს არ კრძალავს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საფლავზე გასვლას. მაგრამ როცა დიდი ზეიმია, როცა ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომა აღესრულება და შენ არ მოდიხარ წირვაზე და პირდაპირ საფლავზე გადიხარ, ბუნებრივია, ვერ იქნები კარგი ჭირისუფალი. სამწუხაროდ ასეთ რამეს ამბობს მაცხოვარი, რომ ერთი მოციქული ეუბნება, რომ აცადე მამაჩემის დაკრძალვა და მერე გამოყვები და აცადეო მიცვალებულებს მიცვალებული, ანუ მკვდრებს მკვდრების დამარხო. თუ ჩვენ სულიერად მკვდრები ვართ და ეს დღეები ეკლესიაში არა ვართ, არ ვეზიარებით, არ ვლოცულობთ და არ გვიხარია და გადიხარ საფლავზე, რა უნდა ახარო შენ მიცვალებულს, ხო? შენ თვითონ შორს ახარ ღმერთისგან. პასკას გაჭრი მარტო და კვერცხს გაუგორებ? თუ შენ არ ახარ შინაგანად გაცოცხლებული, გახარებული, ბედნიერი, ამაღლებული და უფალთან არ ახარ, ხო? რომელ დღეს გახარ საფლავზე, რა მნიშვნელობა აქვს? თუ ვინმე არ მარხულობდით და არ მოსულხართ ამდენი ხანი ეკლესიაში, ძვირფასო ჭირისუფლებო და ყველა ადამიანს მიმართავ. ეს 3 დღე მაინც მოდით ეკლესიაში, ან აღდგომა ღამეს მაინც მოდით და აი აღდგომა ღამეს რო ვიზეინებთ ერთად მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას, აი მერე შეგვიძლია გავიდეთ საფლავზე. ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი რიგორისტულად, ძალიან მკაცრად არ შეიძლება არ გახვიდეთ. კიდევ ვიმეორებ რომ გადით ჩემო ძვირფასებო, ოღონდ აღდგომის შემდეგ უწმინდესმა დაადგინა ორშაბათი დღე და აი ამ დღეს ჩვენ რომ გავდივართ, ეს სულ სხვა მდგომარეობა. სხვა დღეებში, როცა ჩვენი საფლავზე გავდივართ, ეს არის მწუხარე, გლოვიარე დღეები. ვიხდით პანაშვიდს და ტირი ვართ, ხო, ბუნებრივი. არ არსებობს ადამიანი საფლავზე გავიდა და ცრემლი არ მოადგეს, როცა მშობლების ასე თქვა ფოტოებს დაინახავს, ხო, მათ სურათებს ან გაიხსენებს თავის ახლობელის, ასე თქვა, მდგომარეობას სიცოცხლეს, მაგრამ ამ დღეს, როცა ჩვენ გავდივართ ორშაბათს, ხო, გინდა აღდგომას წირვის მერე გავიდეთ. პრინციპში თითქმის საქართველოში იყო ყველა საყდარი, ყველა ტაძარი აშენებულია სასაფლაოებზე და შენ გახარებული რომ გამოდეხარ წირვიდან და სახე რომ ასე თქვა განათებული გაქვს და ამ დროს ჰაერი რო შეცვლილია, აი ამ დროს მე მგონი სხვანაირად სუნთქავს მთელი სამყარო, სხვანაირად ჭიკჭიკებენ ჩიტები, სხვანაირად იღიმება ყველა ადამიანი. ბუნებრივია მიხვალ შენი ახლობლის საფლავზე და ეტყვი რომ გიხაროდნენ ქრისტე აღდგა. აი ეს არის თავარი და არა ის თქვათ ეხლა რომ მე როდის უნდა გავიდე, ხო? ეს არის უფრო რაღაც ესეთი ფარისევლური ესენი აი წესჩვეულებები, ტრადიციები. რუსეთში მაგალითად სულ სხვანაირად არის. იქ აღდგომიდან ერთი კვირა 9 დღე ფაქტიურად ყოველდღიური ბრწყინვალე მსახურებები ტარდება და მერე თომას სამშაბათს, ანუ მე-9 დღეს გადიან თქვათ. მაგრამ ჩვენთან ესეთი წესია რომ პატრიარქის კურთხევით ორშაბათს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ეს. თავარია ჩემო ძვირფასებო, როგორი სარწმუნოებით გავდივართ. მიცვალებულები გავდივართ თუ ცოცხლები გავდივართ. ცოცხლები უნდა გავიდეთ, ხო? ის რომ იმედი გვაქვს ჩვენ. იმედი გვაქვს იმისა, რომ როგორც ქრისტე აღდგა, ასე აღდგება ყველა შესვენებული. წერია პავლე მოციქულის ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში, რომ ჩვენ ვერ დავასწრებთ მიცვალებულებს, ჯერ აღდგებიან მიცვალებულები და ისინი შეეგებებიან მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს და შემდგომში ჩვენ თუ ჩვენ ან ვინმე ისინი მაშინ ცოცხლები იქნებიან, შეიცვლებიან
არ გარდაიცვლებიან, შეიცვლებიან და მიცვალებულების აღდგომის შემდეგ ისინი შეეგებებიან ღმერთს. და თუ ჩვენ ეს ვიცით და პირში სული გვიდგა, ხო, ამ დროს ბუნებრივია, რომ აი ესე ხო მე არ ვიძახი რომ ჩვენ ცეკვა თამაშით გავიდეთ და რაღაც ესეთი სიმღერებით და იმით, გალობით შეგიძლია გახვიდეთ და სიხარულით ახლა რაკაც ერთი პრობლემა იჩენს თავს და ძალიან ხშირად წარმართული წესები იჩენს თავს, რომ მიაქვთ საკვები ბევრი, საჭმელი და იქ ხდება ტრაპეზის გაშლა, ყოვლად დაუშვებელია. შეიძლება ერთი ჭიქა წაუქციო სიმბოლურად, როგორც იცით რომ მაცხოვრის მაცხოვარს გვერდში რო უგმირეს შუბი და სისხლი გარდამოვიდა და ადამიანის თავის ქალას ასე თქვა დაეწვეთა, გოლგოთაზე ხო ადამიანის თავის ქალა იყო დაკრძალული. ხო ეს ამის სიმბოლოა საფლავზე რომ ჩვენ ღვინოს ვაქცევთ, ეს არის მაცხოვრის ფერდი გვერდიდან, ასე თქვა გადმოთხეული სისხლის სიმბოლო, მაგრამ ჩვენ თუ იქ მოვკალათდებით და დააკვირდით ერთი საფლავებზე, როგორი მაგიდა და სკამები არის გაკეთებული, ხო? ეს ვინმეს ეჭვეპარება, მეტარი ავგუსტინეს ახსარება წაიკითხოს მისი ცხოვრება და იქ წერია პირდაპირ უკძალავს ლიონის ეპისკოპოსი ამბროსი, რომ ნუ იტრაპეზებთ საფლავებზე. ერთი ჭიქის აქცევის მეტი იქ ხლა წარმოვიდგინე კი მესმის რომ შეიძლება ცოტა ხანი დაждდე მაგრამ ქართველი კაცი 2-3 ჭიქის მერე უკვე მერე აი სიმღერის ხასიათზე მოდის უკვე ღრეობის ხასიათზე მოდის და ამით ჩვენ ვამძიმებთ უკვე ჩვენი მიცვალებულების ხეულებს და მათ სულებს გავიდეთ ტრაპეზზე გავიტანოთ ეს ტრაპეზი დაუტოვოთ მესაფლავეებს გაჭირვებულებს ვინც იქ მრავლად არიან ამ დროს და ხშირად არის რომ ტოვებენ ისე რომ წვიმა მოდის მერე აფუჭებს ამას ვები რაღაც პარკში მოვათავსოთ და თუ იქ ახლო არავინ არ არის ისეთ ადგილზე დავდოთ რომ ვინმე ეს მიირთვას და ჩვენი მიცვალებულების სულები მოიხსენიონ მაგრამ თუ ჩვენ 2-3 საათი დავრჩებით გიორგი იქ და ტრაპეზს ასე თქვა გავაგრძელებთ ხო იქ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვიქნებით რაც არ არის სასურველი და არ არის მართლმადიდებლური ტრადიცია ქართველი კაცი ამ დროს ხლა რატომღაც ნუ მიწყენს ნურავი 47 დღიანი მარხვის შემდეგ 1-2 საათში ადამიანი უკვე ასე თქვათ ის მადლი რაც მიიღო უკვე წყალში ყრის და ისეთი მთვრალები და გალეჩილები დადიან რომ ქრისტეს აღდგომა კი არა საკუთარი გვარი და სახელი აღარ ახსოვს მერე და კითხეთ ნებისმიერ პოლიციელს ნებისმიერ ასე თქვათ ქირურგებს და აი თუ კი რამე დასახიჩრება და დანაშაული ხდება ყველა აღდგომის ღამეს და აღდგომის მეორე დღეს ხდება გიორგობას ხდება ნინოობას ხდება და ეშმაკმა როდემდე უნდა დაგხსინოს ხო ჯობია რომ ეს ბრწყინვალე დღეები არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ბრწყინვალეთ უნდა ვიქეიფოთ ბრწყინვალე განწყობილება უნდა გქონდეს ბრწყინვალე ხასიათი უნდა გქონდეს ჩვენი თვალები უნდა ბრწყინავდეს ლოთობისაგან და სმისაგან კი არ უნდა ბრწყინავდეს უნდა გვიხარებდეს რომ ჩვენი ღმერთი აღდგა რომ ჩვენ გამოგვისყიდა ქრისტემ და წარმოვიდგინეთ რომ თუ ქრისტე არ აღდგომილარს ჩვენი რწმენა არის ამაო ყველაზე საბრალო ადამიანები ვართ გიორგი თუ ქრისტე არ აღდგა მაგრამ თუ აღდგა და აღდგა ჭეშმარიტად ჩვენ ყველაზე მაგარი ასე ვთქვათ რელიგიის წარმომადგენლები ვართ რომ ჩვენი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და აი ამ დროს უნდა ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ეს ჩვენ შეგვატყოს სახეზე ესეთი დაბეჭავებულები და ოცნება გაცურებულები კი არ უნდა დავდიოდეთ არამედ ხო უნდა დავდიოდეთ ამ მაყად და ახოვანებით დავდიოდეთ რომ აი ჩვენ დიახაც ჩვენი ღმერთი აღდგომილია და საფლავიც არიელია ქრისტესი და სიკვდილითა სიკვდილი დაიდრგუნა და აი ყველაფერს ჩვენ დღევანდელ დღეს, ხვალინდელ დღეს, გარდამოხსნის წინ დავიტიროთ ხო? ხლა ქრისტეს არ ჭირს არაფერი ჩვენ დასატირებელი, მაგრამ ამ დროს ჩვენი ცოდები უნდა დავიტიროთ და ის რომ ჩვენ იცი რა მეკითხებიან ახლა დატირება, ხო? დატირება კი არა, ჩვენი ცოდების გახსენება, რაში ჭირდება მაცხოვარს ჩვენი დატირება. ეს რაღაც სპექტაკლს უფრო გავხომე ხანდახან რა. მერე დიდი შაბათი, როცა ქრისტე ადამიანური სული ჩადის ჯოჯოხეთში და საპყრობილედან ამოიყვანს მართალთა სულებს, ვინც მას ელოდებოდა საუკუნეები. და აი ამ ყველაფრის შემდეგ ბრწყინვალე აღდგომა. თუ ჩვენ აი ამ ყველაფრის გარეშე აღდგომა ღამეს ნასვავე მივართ, მარტო ლიტანიობას დავესწრებით, ცეცხლს მოუკიდებთ და წავიღებთ და არ ვეზიარებით, არ დაველოდებით ლიტურგიის დასასრულს, არ დაველოდებით ზიარებას, ქადაგებას და ერთმანეთს არ მიულოცავთ, ხო, ბუნებრივია. მე გინდა საფლავზე გადი და გინდა არ გადი, ხო, უკვე ფაქტიურად უკვე ეს ყველაფერი რაღაც ისეთი მოდური სახე მიიღო რა. და ისეთი ადამიანები გადიან საფლავზე, ვინც არც ნაზიარები არიან, არც ნამარხულები, არც ღამე არ ზიარებულან და არც ლიტანიობას არ დასწრებულან. კი გავიდნენ, მაგრამ არ ჯობია რომ უფრო ცოცხალი და შემართებული და გახარებული გახვიდე, ვიდრე ის რომ აი წარმოვიდგინე ახლა ადამიანი, რომელიც აღდგომა დღეს ან მეორე დღეს საფლავზე გავა და ტირის. ის წარმოდგენა არა აქვს იმას, ესე იგი რომ რატო გავიდა საფლავზე, ხო? როგორ შეიძლება ამ დროს ტირილი? გავიდეთ საფლავზე, მაგრამ ამ დროს არ უნდა ვიტიროთ. პირიქით უნდა
გვიხაროდეს და უნდა ვიყოთ ასე თქვა ამ დროს ურწმუნო ადამიანად და გვინახოს ჩვენ ხო უნდა რწმენა ჩაეღვაროს მას სულში და გულში რომ თქვას რომ ეს ადამიანი კაცო რაღაცა აი როგორც იცით როცა სულიწმინდა გარდა მოვიდა ხო მოციქულები ისეთი ახტაცებულები იყვნენ რომ უყურებენ შუადღის 3 საათია და ესენი თვალები არიან ხო და პეტრე მოციქული ადგება იქადაგებს და 3000 კაცი მოექცევა წარმოიდგინე ახლა ეს ესე თქვა გაუნათლებელი მებადური წერა-კითხვა არ იცოდა პეტრემ ადგება იქადაგებს და 3000 კაცი იუდეველი მოექცევა. ესეთი რა თქვა, ხო, წარმოიდგინე. ახლა ჩვენ რომ წავიკითხოთ ორი ეპისტოლე აქვს პეტრეს, ხო, შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ გავიგოთ, მაგრამ ისეთი ახთოვანები, ისეთი სულიწმიდის აღსებულმა იქადაგა ეს ყველაფერი, რომ ყველა ამ დროს ბევრი ადამიანი მოექცევა. აი ესეთი ახთოვანებულები უნდა გავიდეთ ჩვენ საფლავზე და იმ დროს ვიღაცა დაღურემილია, ხო, ზოგს ბანკისვალი აქვს, ზოგს რა ვიცი, გარდაეცვალა, ახალი მიცვალებული ყავს, ხო? უჭირს მშია, წყურია ან ახალად გამოსულია საპატიმროდან, ან ახლობელი ყავს პატიმარი და მსჯავრდებული, ხო? მაგრამ ჩვენ ეს უნდა ყველაფერი დავძლიოთ აი მაღდგომის სიხარულით და ჩვენი სიხარული არის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გამომდინარე. და ფიქრობ, გიორგი, ასეთი შემართებით თუ გავლენ საფლავზე ჩვენი ახლობლები და ჩვენც გავალთ, რა თქმა უნდა, და ფიქრობ, ეს უფრო იქნება ძალიან კარგი მდგომარეობა. დიახ. მალო, მამო, რა მაინტერესებდა კიდე იცით, აი ბევრი ადამიანი არის, ახლა მინდა რომ ისა მთელი ნახევარი საქართველო არის რაღაცა ქვეყნის გარეთ და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საფლავზე მისვლას. ის გამოც გულიწდება, ძალიან დიდი ტვირთი აქვს მათ და ზოგის მიცვალებული პირიქით იქ სხვაგან არის დასაფლავებული რაღაცა და ამ ადამიანებს აი მთელი კვირა და წლები და თვეები უთენდება ცუდ ტირილში რაღაცა, იმიტომ ბევრი ზოგი ისე გლოვობს, რომ ომში დაიღუპა შვილი მაგალითად და არა აქვს საფლავი, ხო საერთოდ. აი ამ ადამიანებს ახლა ვინაიდან ახლა პანაშვიდი და რაღაც ესეთის გადახდები არ ხდება და მარტო საფლავის კურთხევა ხდება, ხო? აი ამ ადამიანებმა რა უნდა ქნან და შვება სად უნდა პოვონ და როგორ უნდა იმას ან მოწყალება უნდა გასცენ მიცვალებულ სახეზე თუ რა უნდა ქნან, რომ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცნაირად წარმოიდგინეთ ახლა ზოგ შვილი საფლავი არ აქვს, ზოგი ამერიკაშია და დედის საფლავზე ვერ ჩამოდის და ასე შემდეგ უამრავი ადამიანი მწერს ესეთი რა. და აი თუ შეიძლება მამაო, აი ამ ადამიანებს რას ურჩევთ? საინტერესო საკითხი წამოჭერეთ. პირველ რიგში გიორგი განმარტოთ ის, რატო აკურთხებთ საფლავებს, ხო? ხო უნდა ვიცოდეთ, საფლავის კურთხევა რას ნიშნავს, რატო გავდივართ საფლავზე და რატო აკურთხებს მოძღვარი. სახარებაში წერია, რომ აი ეშმაკეულები საფლავებზე ცხოვრობდნენ, რატო ცხოვრობდნენ ეშმაკეულები საფლავზე? ხო, საინტერესოა ჩვენ გაგვიჩნდეს კითხვა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ აი ისინი ეცხადებოდნენ თავიანთი, ესე იგი, ჭირისუფლებს თავიანთი გარდაცვალებულების სახით და ამით თითქოს აჩვენებდნენ, რომ არავითარი ის ქვეყანა არ არსებობს და აი თქვა შენი გარდაცვალებული იმ საფლავზე ცხოვრობს და არავითარი ჯოჯოხეთი და სამოთხი არ არსებობს. საფლავი ეკურთხება იმიტომ, რომ იქ ასე თქვა განიწმინდოს საფლავი, იქ არის ჩვენი ახლობლის გარდაცვალებულის სხეული და ის ადგილი, რომ არ შებილწო ეშმაკებმა და არაწმინდა სულებმა, რომ იქ არ დაიბუდონ იმ საფლავს. რატომ არის? ხო, ძალიან ბევრი ადგილია, რომ საფლავზე ცხოვრობენ არაწმინდა სულები და ქრისტე რომ ეშმაკეულებიც იქ ცხოვრობდნენ ძალიან ბევრი, ხო? და ასე რომ აი მაგალითად შეკითხვა დამისვეს დღეს, რომ აი დედა თბილისში ყავდა დაკრძალული, მამა რაიონში, ხო? თბილისში გავიდე თუ რაიონში გავიდე, ხო? თუ გული გულობს, შეგიძლია გახვიდე თბილისში და თქვა კვირას და ორშაბათს გახვიდე რაიონს, ახვიდე რაიონში. არანაირი პრობლემა არ არის. თუ ვინმე უცხოეთშია და ახლა გვისმენს, ხო? უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ხალხო სულზე ვზრუნავთ ჯერ და არა სხეულზე. ამერიკიდანაც შეიძლება პანაშვიდის გადახდა და საფრანგეთიდან და ყველა დედამიწის კუთხე კუნჭულიდან შეიძლება. და აქედა დავრეკო და ვთხოვოთ ჩვენ ახლობელს, რომ აი შენ რო გახვალ და შენი მიცვალებული საფლავს რო აკურთხებინე მამაოს, თუ შეიძლება ჩემიც აკურთხებინე, მაგრამ ჩვენ მთავარია ჩვენი მიცვალებულების სულები მოიხსენიოთ და ძალიან ბევრი ადამიანი არ ეწყინოს გიორგი ახლა ვიტყვი, ხვალ გავა საფლავზე და არც აკურთხებინებს საფლავს, არც მოძღვარს დაუძახებს, არც სანთელს დაანთებს. უბრალოდ გავა ყვავილებს გაიტანს, მთელი დღე იტირებს და იქიდან წამოვა ასე. ეს არაფერს არ ნიშნავს რა. კიდე ვიმეორებ, რომ უნდა რაღაც იქ აუცილებლად ყველა საფლავზე მოძღვარი იქნება, ვიცი, არ არსებობს უკვე რაიონი, სოფელი, ქალაქი, რომ იქ არ იყოს მოძღვარი, ხო? თუ არ არის იქ წავიყვანოთ, აუცილებელია მოძღვრის გაყვანა, ხო? და მოძღვარი იქ იქადაგებს, დალოცავს, აკურთხებს და ეს არის მთავარი. და ხო მოძღვრის გარეშე და ჩვენი დგასვლა და იქ რაღაცა ჩვენებური ხალხური რიტუალების აღსრულება, მე მგონი უკვე აღარ არის სწორი რა. არასწორია, ნამდვილად არასწორია და დღეს მადლობა ღმერთს, თითო რომ სოფელში რამოდენიმე მოძღვარია და შეიძლება ჩვენ სოფელში არ იყოს მოძღვარი და მეზობელ სოფელში იყოს. და რა შეეხება უცხოეთში მყოფ ქართველებს, მათ იქ პანაშვიდები გადაიხადონ თავიანთი მიცვალებულების სახელზე და დარეკონ ახლობლებში, მეგობრებში, მეზობლებში, ნათესავებში და სთხოვონ, რომ თუ შეიძლება და ახლა არ ამგონია ამაზე თანხა მოსთხოვოს ვიღაცამ, ხო, აი
ფულს გამოგიგზავნე და უდელი გაიყვანე და ესეთი რაღაც ხო არ ამგონია ესეთი რამ იყოს ეხლა 5 დათილი არის ისე არავის არ უჭირს რომ მოზღურის გაყვანა ამის გამო ვინმეს შესაძირავი რომ გააკეთოს ხო ესეც აუცილებელია რა თქმა უნდა ზოგს გონია რომ ეხლა მოზღურმა აი რა საფლავის კუთხევაში ფული უნდა გადავიხადო უბრალოდ სასულიერო პირო მოგემსახურება რასაც ოჯახი აქვს და პატივი უნდა სცე ხო რა თქმა უნდა არ უნდა იყოს რაღაცა აქ სტავკა და რაღაც ხო აი ამდენი და იმდენი უბრალოდ მოგემსახურა ადამიანი და შენი მიცვალებული სახელზე თუ არ გაქვს რა თქმა უნდა შეგიძლია ის წარმოიდგინო თუ კი 50 ლარს ბუკეტში იხდი და თქვა რაღაც უაზრო ნივთებში 100 და 200 ლარს იხდი ხო შეიძლება რაღაცა მცირედი შესაძირავი ეკლესიასაც გაუკეთო ხო მე მგონი ეს ამაზე არ ფიქრობს ბევრი გააკეთებენ თქვა მარმარილოს გრანიტებით საფლავებს და ამ დროს წირვას არ შეუკვეთავენ პანაშვიდს არ შეუკვეთავენ ხო ის მარმარილო და ის ძვირფასი საფლავი ხო არ აცხონებს ჩვენს მიცვალებულს ესეც რაღაცა ამ ქვეყნიურის გამოკიდებაა ამ ქვეყნიურის სასოებაა რომ აი მე ჩემს მიცვალებულს ძალიან ძვირფას საფლავს გაუკეთებ და შვიდად ვიქნები მე ეს ძვირფასი საფლავი ხო არაფერში გამოადგება ჩვენ მიცვალებულს ხო სასურველია იყოს ნაკურთხი და პანაშვიდი იქნას გადახდილი ეს არის მთავარი რა თქმა უნდა საფლავი მოწესრიგებული უნდა იყოს მე არ ვიძახი რომ უბრალოდ რაღაც ახლა შემოუღობოთ და მივაგდოთ ხო უნდა იყოს მოკრძალებული საფლავი ქართული საფლავები როგორი იყო ქვაიდო და იმ ქვაზე ეწერა ჯვარი იყო გამოსახული და ეწერა თარიღი გარდაცვალების და ასე შემდეგ სურათები ადრეს უფრო პანთეონიდან გამომდინარეა ხო უფრო არ არის მართლმადიდებლური მაინც და მაინც ჯვარი აუცილებლად უნდა იყოს საფლავზე და საფლავი უნდა იყოს ნაკურთხი თუ კვირას ვერ მოვასწარეთ ორშაბათს შეიძლება თუ ორშაბათს ვერ მოვასწარეთ სამშაბათს შეიძლება ნებისმიერ დროს შეიძლება რომ სწორი აზროვნებით და შემართებით გავიდეთ საფლავზე ეს არის მთავარი ეხ ძალიან დიდი მადლობა მამაო და ეს არ თუ შეიძლება ეხლა აი ეხ ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ კიდე ეს ჩემის ის არის ხოლმე რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეს არის რომ თავის ტრადიცია აქვს თავის კვერები რო არის ესეთი აცხობს აი ერთი რა ვიცი ერთი 1000 ლარიან სუფრას გააკეთებს ის რომ აი რაღაცა შეიძლება გვერდითა საფლავზე ვიღაცა სტუმრებმა დაინახო რომ აი მის მიცვალებულებს არაფერს არ აკლებს და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანს სამწუხაროდ ეგ აქვს რომ აი სიტყვაზე აი ხო არაფერი არ აკლია ვინმე სალაპარაკო არ გავხდეთ და ასე შემდეგ იციან ხოლმე დასავლეთშიც იციან აღმოსავლეთშიც ბევრგან იციან უფრო რაიონებში უფრო იციან ისო რაღაც აი უკანასკნელს ადამიანები მოიკლებენ აი ბოლოს თავისას და მართლა აკეთებენ გულით ეხლა რა თქმა უნდა ალბათ შეეწირებათ ეგეც მაგრამ აი ამ ადამიანებს მამაო რას ურჩევთ იმიტომ აი მართლა აი მე შევდივარ რა მდგომარეობაში იმიტომ რომ რაღაცა აი როგორი მომენტი აქვს ბოლო უკანასკნელი ვინც ყავდა შეიძლება ის მოუკვდა და თავის უკანასკნელს მისთვის ემეტება რაღაცა შეიძლება ეგოიზმიც იყოს რაღაცა იყოს მაგრამ არის მომენტი რომ შავსანი ადამიანი არის და გულს ხო ვერ ატკენ ეხლა რომ დაუწყო რომ არა იცი რა მოდი რა ის 10 ლარი მათხოვარს მეც ქათამი არ შეწვა რომელიც შენ შვილს უყვარდა და მოდი ის ხო ვერ გააგებენ რაღაც ნენელა უნდა ამ ყველაფერს გაგება ხო რაღაც არიან ხო ასაკოვანი ხალხი რომლებიც არ უჯერებენ ახალგაზრდებს აი სულ არის ხოლმე პრობლემა რომ აი ჩემი მეგობარი მოვა და ბებია ჩემს ვერ გავაგებინე რა აი გადაწყვიტა რომ 5 ქათამი უნდა მოუხარშოს ისა რა ქვია მამა ჩემს სიტყვაზე რა გარდაცვლას აი ეს მომენტები აქვთ ხოლმე მამაო და აი რა შეიძლება რომ ურჩიოთ ამ ადამიანებს იმიტომ რომ ფაქტია რომ ახაც ღმერთი უშვებს ესეც ეწირებათ ხო მაგრამ ანუ უკეთესად როგორ შეწირონ ის ყველაფერი იმიტომ რომ რთული მდგომარეობა ამ ხრივ მამაო ცოდნა არ არსებობს მე პირადად ვიტყვი რომ ამ ხრივ არის ცოდნა ის რომ შეიძლება ვიღაცასთან მოხდე დაინტერესებული ეგეთ პირთან და გითხრას ხო კი კაია 5 ტორტი მოიტანე და ისიც კმაყოფილი იყოს და შენც და ამ დროს სხვა შეიძლება ეს 5 ტორტის ფასი ვიღაცა მათხოვარს მისცე და შენი მიცვალებული უფრო მეტად წინ წაწიო ხო და აცხო მართალი ხარ გიორგი სამწუხაროდ ყველა კუთხეში თავისი ტრადიცია არსებობს ყველა ადამიანს თავისი რიტუალები გააჩნია აი ვიცი ხანდახან რო ვეუბნებით აი კი ვიცი მამაო მაგრამ აინც ისე აკეთებს, როგორც მისი ახლობლები და წინაპრები აკეთებდნენ, მაგრამ მე მინდა ყველას მივმართო, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ჩვენ გადაცემას და ყველას ვთხოვო რომ აი პრინციპი უნდა ვიცოდეთ, არსი უნდა ვიცოდეთ, მიცვალებულებს როგორ დავეხმაროთ ჩვენ, ხო? თუ ჩვენ პატივმოყარეობის გამო ვაკეთებთ რამეს, დიდი სუფრა გავშალე და დავპატიჟე ცნობილი ადამიანები, ცნობადი სახეები და აი მერედ მითხრეს რომ მაგარი სუფრა იყო და რა კარგი ქელეხი იყო და აუ რა მაგარი 40 გადაიხადა, ხო? აი ყველაფერი იყო, რა თევზი იყო და რა ბატკანი იყო. ეს არის პატივმოყარეობა და ეს მიცვალებულს ნამდვილად ამით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. უნდა პრინციპი ეს დასავლეთია თუ აღმოსავლეთი თუ სამხრეთი თუ ჩრდილოეთი, ყველა პრინციპი უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ქმედებით შვება უნდა იგზნოს მიცვალებული სულმა. აი როცა ჩვენი ახლობელი მსჯავრდებულია და საპატიმროში არის ხო და მივდივართ მის სანახავად ხო უნდა მოვიკითხოთ და რაღაცები მიგვაქვს მისთვის ხო აი ესეთი რაღაც არის დაახლოებით რომ ჩვენი მიცვალებული სულზე მოწყალება უნდა გავცეთ მოწყალება რაც მეტი ადამიანი დაკურდება
რაც მეტი ადამიანი მიიღებს შვებას და ეტყვი რომ აი ჩემი გიორგი, ჩემი გოგა, ჩემი მარიამი და ნინა მოიხსენიე. აი შენ ღვინო, აი შენ ღვეზელი, აი შენ ეს საჭმელი და მიირთვი და ჭამე და დაპურდე. აი ამ ყველაფრის შინაარსი ასე იყო გიორგი რომ როცა ვინმე გარდაიცვლებოდა, სახლში კი არ იყო დასვენებული 3-4 დღე. სახლში მისი გამბანვა ხდებოდა. მეორე დღესვე გადაასვენებდნენ ტაძარში. ტაძარში აღესრულებოდა შეკვეთილი მსახურება, ანუ წირვა, ლოცვა და მესამე დღეს ტაძრის ეზოშივე იყო ბუნებრივია სასაფლაო და იქავე იკრძალებოდა და ტაძრის ეზოში მოკრძალებული ქელეხი, ანუ სუფრა გაიშლებოდა და იქავე ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი იყო. დაუძახებდნენ, დააპურებდნენ და გაუშვებდნენ. აი ეს იყო მთელი ქელეხის შინაარსი, რამაც ძალიან ცუდი ტრადიცია და გაგრძელება ჰპოვა. ეხლა 200 კაციანი, 300 კაციანი, 400 კაციანი სუფრებია და იქ რომ მათხოვარი მივიდეს, პანღურით გამოაგდებენ იქიდან და ეთქვენ გაეთრია აქედან, შენი ადგილი აქ არ არის და ისეთ ადამიანებს წამოსვავენ იმ სუფრაზე და რამოდენიმე ჭიქის მერე იქ ჰარი-ჰარალე უკვე ასე ვთქვათ, წარიმარილა, ასე ვთქვათ, აღესრულება. არ არის ეს სწორი ჩემო ძვირფასებო და ასევე თუ ვინმეს გვინდა რომ მიცვალებულს რამე ერგოს იქიდან და შვება იგრძნოს ლოცვით, პანაშვიდი და მოწყალების გაცემა. კი ბატონო, საფლავიც მოვაწესრიგო და ძვირფასი საფლავი გავაკეთო, თუ მაინც და მაინც საშუალება გვაქვს და გვინდა, მაგრამ საფლავის გაკეთება, მოწყალება არ არის. ეს არის ისევ პატიმოყარება, რომ ვიღაცას დავანახო და ვაჩვენო, აი მე როგორი საფლავი გავუკეთე, მაგრამ საფლავის ძვირფასად გაკეთება რას ნიშნავს არ მესმის. რა ის მიცვალებული სულ იქ იქნება? ჩვენ თუ ველოდებით მაცხოვრის მობრძანებას და მიცვალებულთა აღდგომას. ესე იგი რა, სამუდამოდ გინდა დატოვო მიცვალებული იქ და იმიტომ ვაკეთებ იმ კარგ საფლავს, რომ გონია რომ სამუდამოდ ის იქ იქნება. ესე იგი აი შენ წმენა არა გაქვს ფაქტიურად, შენი წმენა არის ის რომ აი ჩემი შვილი ახლა იქნება თელი ცხოვრება. არა ჩემო ძვირფასებო, ჩვენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, სარწმუნოების სიმბოლოში გვიწერია პირდაპირ მოველით აღდგომასა ყდრეთით და ცხოვრებასა მერმისა საუკუნისას. ანუ ველოდებით აღდგომას. და თუ ვიცით რომ ჩვენი მიცვალებული იქ არ დარჩება სამუდამოდ, არ არის ისეთი საფლავის საკეთება, რომ მაინც და მაინც გვეგონოს რომ სულ იქნება ჩვენი მიცვალებული. და აუცილებელია თუ მოწყალებას არ გავაკეთებთ, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენი მიცვალებულების სულები ვერანაირ შეღავაც და ვერანაირ შვებას ვერ იგრძნობენ. უნდა იგრძნოს მიცვალებულმა ჩვენი მხრიდან მოწყალების გაცემა და არა ნათესავებზე და ახლობლებზე, ხო აი მე მამალს წავიყვან შეუფრენ და შენ დაიჭირე მე ხო? ეს რამე ხო ხდება? ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის, ხო? მამა, აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, აი ძალიან დიდი ბოდიშნო. თუ შეიძლება მაინც შევთანხმდით, მაგრამ მაინც ვერ გავძელი ისე რომ არ მეთქვა და მამა, ისე თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, რომ აი მართლა ადამიანები არსებობენ მამალზე მეცინება კიდე, რომ ეგეთი რაღაცებიც ხდება, ხო? ძალიან ბევრი. დიახ და მამა, აუჩებ შენ დაიჭირე და წაიყვანე. ერთ ჯიბიდან ამიღე და მეორე ჯიბეში გადადის. სულელია, ხო? ეს ვისატყუებენ ყურა წარმოგიდგენთ. ხო, ყველაზე ძალიან აი გული თან აზემწყდება და თან ერთი მსხრივ რა მიხარია, იცით მამა, ძალიან მაგარი ისა აქვს, რომ აი სიტყვაზე ადამიანი მოკვდება და მასთან ერთად ვიღაც ჭირისუფალი კვდება და იმ ჭირისუფალთან ერთად თელი ოჯახი კვდება. და აი ეს არ შეიძლება, ანუ ამ მიცვალებულს ფაქტიურად სულ თავის სხვა ოჯახის წევრების დარდად ხდის. აი სულ ყველაფერი რაღაცას გააკეთა, აი როგორ მახსოვს ის დასავლეთში ადრე ბავშვობაში რო ჩავდიოდი ხოლმე, ეს ეუნებოდი ამ ხელი არ ახლო ჯერ საფლავზე, ჯერ იმან უნდა ჭამოს, ჯერ რაღაც. აი ეს მომენტები არსებობს რა. აი ბავშვი შეიძლება რაღაცა ლობიანი არ მოუტე ხო, იმიტომ რომ ჯერ უნდა გაუტანო ბაბუამის იქ საფლავზე და მერე ჭამონ ყველამ და ასე შემდეგ. აი ეს ტრადიცია არის სამწუხაროდ და შეწუხებულია ამით ხალხი მამაო და აი ეს მომენტი მამაო როგორ უნდა დარეგულდეს, იმიტომ რომ ესეთი გადაცემა ერთი 10,000 რო გავაკეთოთ, ეგეთი ადამიანები კი არ იკლებენ, მრავლდებიან მამაო, რაღაც სექტასავით არის, რომელიც იზრდება. კი არ პატაროდეო, თან მიამაყება ის, რომ სიტყვაზე მიცვალებულს არ ტოვებენ ისე. მაგრამ მეორე მხრივ ის მწყინს, რომ მიცვალებულს ვინც არ ტოვებს, ზუსტად იქვე ვიღაცის მათხოვარი ჩამოივლის სხვისი შვილი და ეს თავის მიცვალებულს არ ტოვებს და ამას კიდე ისე მიაგდებს და მიატოვებს, ხო? გაჭირებულს თუ რა ვიცი და აი აქ როგორ ხდება ხოლმე, მამაო, თუ შეიძლება აი ამ სიტუაციის აღქმა, რომ თვითონ მათოდ დაუსახოთ, როგორ შეიძლება, რომ გააფრთხილოთ ან უთხრათ ან დაანახოთ მათი თავი. მე ღვთისყალობით სოფელშიც მსახურობდი და რაიონშიც მსახურობდი და ახლა ქალაქში მსახურობ, ხო? და სამწუხაროდ აი აღმოსავლეთ საქართველოს ეს ირონიული კითხვა იყო ხოლმე, რომ აი მამაო მიუა, თვითონ ქეიფობენ, წარმოიდგინე, ხო? კარგად ქეიფობენ, წარმოიდგინე, კაი ჭამა, კაი სმა და მამაო ეხლა მისავალია, მიუვა და დასცინიან თავის თავს ჯერ, ხო? და მე მიცვალებულს დასცინია. როგორ ფიქრობს ვინმე ეხლა შე რო ჭამ და გატყრები?
მიცვალებულს რა უნდა მიუვიდეს, ხო? ეს ხო ირონია და ეს ხო წარმართობაა ფაქტიურად, ხო? კიდევ ვიმეორებ, მიცვალებულს მიდის მადლი შენს მიერ გაკეთებული მოწყალების სახით. ის ვიღაცა იტყვის რომ მე თუ აცხონე ამისი მიცვალებული, მე თუ ნათელში დაამკვიდე, ანუ კეთილი საქმე არის მისავალი. ლობიანი იქნება თუ ხაჭაპური თუ გოჭი თუ ცხარი ხალხო და კრავი თუ ბატკანი თუ ყოჩი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი მაგალითად აღმოსავლეთში იკვლება, ხო? აი 40-მდე 7 ცხარი უნდა დაიკლასო თუ წლის თავამდე. რაღაც სისულელეები ვინ მოიგონა და მოკეიფე ხალხმა მოიგონა, ხო? ვისაც თქვათ უნდა შარაფის სტილი. ამ დროს ერთ პანაშვიდს არ გადაიხდიან. დილის ლოცვებში ხო სამჯერ არის გამეორება რომ მოიხსენე მამანი და ძმანი და მოკლედ ჩვენი ახლობლები. ამას არ წაიკითხავენ. აი მაგალითად ვისაც ეზარება დილის ლოცვები მათ მიმართავ. რო ბოლომდე არ კითხულობ დილის ლოცვებს, ბოლოში ითი მთავრდება. შენი მიცვალებულების მოხსენებით მთავრდება. ესე იგი შენ თვითონ ცოცხალი ხარ, მაგრამ თითქმის მიცვალებული ხარ რა. და შენ თუ მიცვალებული ხარ და შენ გეზარება, მიცვალებულის მოხსენიება რო გეზარება, რომ გეზარება საფლავზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და თუ რამე მოგინდა, ისიც იმიტომ მოგინდა, რომ ძმაკაცები წაიყვანო და აქეიფო და შენ რომ იქეიფებ, რა მიუვა, ვის მიუვა გიორგი, რომელი საუკუნეა ხალხო? 21 საუკუნეში ვარ და გვეყოფა რა ეს წარმართული ღრეობები და кейფები და დროსტარებები რა. მე მინახავ ჩემი თვალით არ ვაზვიადებ გიორგი, არ ვასახელებ სოფლებს, არ ეწყინოთ მათ, ხო? ისეთი საფლავებია 20 კაციანი მაგიდას კამებით მოწყობილი წყაროჭყალი ჩამოდის და აწერია ზურას წყალი, გიორგის წყალი, რაღაცა წარმოვიდგინეთ და იქ შეზარხოსებული ხალხი შეიძლება ისე იქეიფოს, რომ იქ დარჩეს ეს ადამიანი საფლავზე მერე, ხო? ამხელა სირცხვილია რა, ან იჩხუბონ, ან რა ვიცი იქ იკამათონ, ბილსიტყვაობა და ნახეთ მერე იქ რომ მიდიან ეს ცოცხალ მიცვალებულები რომ მიდიან საფლავიდან, რა დღეში რჩება იქავრობა და ზოგი იქ შარდავს, ზოგი იქ რა ვიცი ღურის იქ რაღაცა ზოგს გულიერევა, ზოგს მერე ავარია უხდება, არ გინახავთ? ავარია რო უხდება და მერე ისევ მიდიან სხვარსაკლავე, რომ აი ჩვენ გადავრჩით ავარიაში და სხვარი უნდა დავკლათ ისევ, ხო? და ახალი кейფის მიზეზი. ისიც რა თქმა უნდა, ისევ მერე ახალი საძმო ავა იქა და იქ ვიღაცამ დაქთარსაო იტყვიანი მის ბრალი იყო და მის ბრალი იყო, თავის ბრალი კი არ არის, ხო? ამ დროს ვერ ხდება რომ ეშმაკი დაასცინის. ეშმაკი აპამპულებს ამ ადამიანებს და მოძღვარი იმიტომ უნდა გავიყვანოთ საფლავზე, რომ მოძღვარი რო აკურთხებს საფლავს, თუ იქ რამე არაწმინდა სულია დაბუდებული გავა და მოძღვარი გეტყვის რომ შვილო აქ აღარ იქეიფო, ჩემო კარგო. აქ ჯვარი აღმართე, ხო? ეს ვარდები და იასამნები დაალაგე და წადი ეხლა შენ სახში და დაჯექი და იქეიფე ნორმალურ ფარგლებში. ოღონდ ისე არ იქეიფო რომ მოვერტყისეთ შენ დაგასაფლავონ მერე, ხო? ან სასაფლაოზე აგიყვანონ, ან სამონტყოფოში აგიყვანონ. ძალიან ბევრია მაგალითები გიორგი ამის. შენ გეცინება, მაგრამ ასია სამწუხარო. თუ ისეთი ადამიანი რეკავენ რომ მამაო, აი თქვენი მრევლია თქვა, აი მამაო ეს გაიმხსნილა და ისე გაიმხსნილა რომ რეანიმაციაში დაკარგა საერთოდ სარწმუნოება, დაკარგა არსი, ცნობიერება, ადამიანი აღარ არის ფაქტობრივად. ამ დროს ეშმაკი ყვდება სიცილით, ხო? რატომ უნდა გავაცინოთ ეშმაკი? არ ჯობია რომ ეს ბრწყინვალედები თანდათანობით ნენელა გადავიდეთ, ხო? მე არ ვიძახი რომ მარხვა გავაგზელოთ და მარტო სულიერები ვიყოთ, ხო, რაღაცა. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს ახლა ტრაპეზს ვინ დაუშლის, მაგრამ ზომიერება არ ვიცით და დასაცინები ხვდებით ხოლმე, თუ ეხლა ვინმეს ეჭვებარება ჩემ საუბარში, ხო? აღდგომის მერე ნახეთ, გადაავლეთ თვალი იმ ხალხს, ვინც ეხლა ესეთი სერიოზული სახით დადგება ხოლმე გარდა მოხსნის წინ, ხო? ცრემლები ჩამოვარდება, მეტანიებით შუბს გაიწითლებს თქვათ, ხო? აღდგომა ღამეს ხო, მოკლედ ისე იყვირებს ქრისტიანად გავა, ზარღვები დაეჭიმება, მაგრამ არ გავა რამოდენიმე საათი, დღე კი არა. იმავე ღამეს ისე დათვრებია, რომ პირში ენა არ ექნება და რა ვიცი, აღარ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, გთხოვთ რომ აი ცოტა ნენელა გადავიდეთ ზომიერებაში და ნუ ვიქნებით დასაცინები არაწმინდა სულის და ეს მადლი რომელიც 47 დღის განმავლობაში ჩვენ როგორღაც მივიღეთ და მოვაქუჩეთ უცბად ესე თქვა ტალახიანმა ღორებმა ესე არ დაუბრუნდეთ ტალახს აი ესეთი ბინძური ცხოვრებით რა სამწუხაროდ ყოველთვის ამას ჩვენ ვაფრთხილებთ ხალხს მაგრამ ერთეულები თუ გვისმენენ და იმდენად მონატრებულია ხალხი ახლა ღვინოს და რა ვიცი ხორცეულს რომ რა ვიცი აი მაინც სამწუხაროდ ძალიან ცუდი შედეგებით მთავრდება და ასე გრძელდება გიორგი წლების განმავლობაში და მე ჭირისუფლები კი არა ჩვენ გვჭირდება მე ჭირისუფალი ისეთ მდგომარეობაში ვარდებით ამის მერე მაინც თავი შევიკავოთ ლოცვა იყოს მარხვა იყოს აღდგომის ლიტურგია იყოს და იმის შემდეგ წყნარად დავშვიდათ ჩვენი ძვირფასი საბრალო მიცვალებულები მოიხსენიოთ როგორც ეკლესიამ გვაკურთხა პანაშვიდით მოზღვართან ერთად გასვლით და შემდგომში მოვიდეთ დავპატიოთ მეგობრები ახლობლები
წავიდეთ, ჩამოვიდეთ და რა ვიცი, რამოდენიმე დღე ღვთისმსხალობი დასვენებაა მე მგონი, ხო, გიორგი ორშაბათი დასვენებაა და შემდგომში გავიდეთ სამსახურში. ნუ თუ ეს ძნელია, მე მგონი არ არის ძნელი და ჩვენ რო ასე არ ვიქცევით, მე ხედავს იეჰოვას მოწმე, პროტესტანტი, სხვა რელიგიის წარმომადგენელი და ეცინებათ, ხო, ეცინებათ და გეუბნებიან, აი ახლა ეს არის მართლმადიდებლობა? აი იგი ხო თქვენი მარხვა? შენ ახლა მიცვალებულის საფლავზე იყავი და რამე გააკეთე? ახლა გეტყობა რამე რომ შენ იქ იმედით გახვედი და რწმენით გახვედი, რომ იქიდან რო ძვლის მოდიხარ და ნასვამი ხარ და მღერი ხარ რაღაცა საერო სიმღერებს? ეგ არის შენი ჭირისუფლება? ეგ არის შენი ქართველობა? ეგ არის შენი მართლმადიდებლობა? მე ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ გული მტკივა უკვე ამ ყველაფერს მე ჩემი თვალით ვხედავ და დავინახავ ალბათ მე კიდევ. და მართლა გული მტკივა, რომ ესეთი სუსტები ვართ. ეს რას ნიშნავს? აი რომ დიდი ომი რო გადავიხადეთ, გავიმარჯვეთ და გამარჯვებულები მოვდივართ და გზაში უკვე, ასე თქვა, დავყარეთ იარაღი, საჭურველი, მივაგდეთ ფარი, ხმალი, ყველაფერი და მივდივართ ღამის კლუბში ფაქტიურად და აი მოკლედ ღრეობა და ორგიებს მართავთ მე. აი პირდაპირ ესეა რა გიორგი რა. მე მგონი ბევრს ეცნობა და ნუ მიწყენენ ახლა ვინმე მართქავს რომ მე ვაზვიადებ, თუ იმეს ეჭვიგებარება ჩემს სიტყვებში, ხარ საფლავებზე, აღდგომის მერე საფლავებზე გადიდ და ნახავთ რა იქნება იქ. და თუ არ იქნება, დიდება უფარს და თუ ყველა ისე მოიქცევა, როგორც ეკლესია გვასწავლის და როგორც ჩვენი პატრიარქი გვასწავლის. ეხ ძალიან დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება ესეთი კითხვა ძალიან ვიცი რომ უმეტესი ადამიანის კითხვას გისვამთ ეხლა და აი ძალიან ბევრის გლოვა არის სხვისთვის შემაწუხებელი რა ძალიან შემაწუხებელია რა ვიღაცა რაღაცა დაემართება და აი არ ვიცი ვისაც შეუულია რომ და ვინც შეუულია რომ შეაწუხოს ამით ყველას აწუხებს შეიძლება ვიღაცა მეუღლე გარდაეცვალოს თავის შვილებს ეტეხს ამჯოხს ვიღაცას აი თავის ტვირთია რა გარდაეცვალა შვილი ან მეუღლე ან დედა და ვიღაცა ცოცხალს ვისაც ნახავს ყველას ამტრევს ამჯოხს აი ეს სიტუაცია მამაო როგორ უნდა გამოვიდეს აქედან იმიტომ ძალიან ძნელი არის იმიტომ რომ აზარალებს ადამიანებს სხვა ადამიანებსაც კლავს მასთან ერთად ვინც მოუკვდა რა და აი როგორ შეიძლება ღირსეულად რომ ჩაიაროს იმ ჭირმა რაც მის თავზე არის ჭირისუფლის რომ მოიქცეს ეს ადამიანი ნებისმიერი ვინც აი რავი ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული იმიტომ რომ თქვენც აი თუ გახედავთ მამაო ან თქვენთანაც ეკლესიაში ალბათ მოდიან ისეთი სახეებით კი ეხა რა თქმა უნდა ეხა ადვილია შეიძლება ჩემგან საუბარი მაგრამ ისეთ სახეები აქვს ცხოვრებაში მე აღარ იღიმებიან სულ რომ 64-დან დაინახონ ქრისტეს გვერდზე დაინახონ თავის მიცვალებული მაინც არ გაეხარდებათ აი ეს მომენტი მამაო როგორ არის და თან მით უმეტეს მორწმუნე ადამიანებზე გეუბნებთ რომლებიც დღე და ღამეს ყოველ შაბათს მიცვალებულს უმზადებენ იმას რაღაც მაგრამ აი სამაგერო ცხვებსაც კლავენ და თავის თავსაც ხო იკლავენ და იკლავენ აი მინდა რომ ცოტა რო იქნებ რაღაცაში დავეხმაროთ რომ გამოვიდეთ მამაო ეს ადამიანი გიორგი რას თქვენ თქვით ესეთი მდგომარეობა უკვე შემცირდა მე პირიქით აღნიშნავ და პირიქით ხედავ რომ გლოვა ძალიან შემცირდა აი რომ ძალიან თბილისში მამაო ბოდიშით რა რაიონებშიც იმიტომ რომ ადრე ვინმე რო გარდაიცვლებოდა ხო მთელი ქალაქი იგებდა მთელი რაიონი სოფელი გლოვდა და ეხლა ისეთ გაახშირდა სიკვდილიანობა და იმდენად ბევრი ადამიანია თითქმის დღეში 2-3 ადამიანი კვდება და გაუბრალოვდა და უკვე რომ მიდიხარ ჭირისუფლებით რაღაცა მოჩვენებითად თითქოს აი გაჩვენებენ სახეს იჭერო თვითონ გლოვობენ და როგორც კი დაკრძალავენ ხო უკვე იღებიან იცინიან ანეკდოტებს ყვებიან და იშვიათია რაც შენ აღნიშნე მართალია გიორგი ის უკიდურესი გლოვაც არის ესეთი რომ სასწორკითილებაში ადამიანი ხო ყავს სახეს საკეზე რო ჩამოფარება იციან ხო შავი ნაჭერის ეს მაგას ნიშნავს რომ ჭირისუფალეს თავის გარეგნობაზე აღარ ფიქრობდა რა და საკე ჩამოაფარა შავი რომ მე ჩემ გარეგნობაზე კი აღარ ფიქრობ ხო 40 დღე უნდა ვიყო გლოვაში და ფსალმუნების კითხვაში და ასე შემდეგ მაგრამ მე უფრო მეორეს ხედავ ახლა გიორგი რომ გლოვა ძალიან ცოტა ხანი მოჩვენებითად მიმდინარეობს თუ ძალიან პატარა არ არის თქვა ახალგაზრდა რაღაც ხო უკვე აი რაღაცა ისე მარტივად იკრძალება უკვე ისე ყველაფერი აწყობილი აქვს რა აი ნახევარ დღეში ყველაფერი მოგვარებულია და დამთავრებულია უკვე მე უყურებენ სერიალებს ერთობიან იცინიან და არანაირი გლოვა აღარ არის მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც რომ ვინც პატრიარქიც რომ მივიდეს ეპისკოპოსიც რომ მივიდეს არანაირ ნუგეშს არ იღებენ და ისეთი იმიტირიან ეს უკვე უსასოობა ეს უკვე ურწმუნოება წერია ბიბლიაში რომ მიცვალებულიო 7 დღე იგლოვეთო და უღმერთო და უგუნური თელი ცხოვრება ხო ადამიანი რო გარდაიცვალა გასაგებია ახლა წერია იქ რომ მაცხოვარი ორჯერ აცრემდა ლაზარეს რო გარდაიცვალა და როცა იერუსალიმში შედიოდა დიდებით როცა დაინახა იერუსალიმი ხო თვითონ მაცხოვარი ტიროდა ნაინელი ქრივის ვაჟიშვილი რო აღადგინა ისეთი გლოვა იყო იქა რომ სული შემძვრელი იყო რომ მივიდა ქრისტე ხო მაგრამ ეს გლოვა უნდა გარკვეული დღეები გაგრძელდეს მაგრამ შენ თუ აგრძელებ მთელი ცხოვრება გლოვას მე ხლა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი დედა გვისმენს ვინც შავი არ გაიხადა და 24 საათი
სხვა შვილებიც აყავს მას, ხო? ცოცხალი შვილები და ისინი ისე არიან შეწუხებულები დედის გლოვით, რომ უკვე პროტესტს გამოხატავენ, რომ დედა, კაი, მარტო ის ხო არ იყო, ჩვენც ხო ვართ არა, ბოლო-ბოლო და დედას უკვე არაფერს გაგონება აღარ უნდა მამას და თელი ცხოვრება მათთვის უკვე საფლავი გახდა, შავები, ფოტოსურათი დიდი მათი შვილების და არაფერს გაგონება არ უნდათ, ხო? და ამ დროს ეს არის, რომ ჩვენში მოკლათ სარწმუნოება და ამით ჩვენი მიცვალებულთა სულები წუხდებიან, გაუთავებელი გლოვა არ შეიძლება 40-მდე და წლისთავამდე გარკვეული. მე არ ვიცახი რომ მე თქვა ციცილ ხარხარი, მაგრამ გახსოვდეს შენი მიცვალებულება პავლე მოციქულის ეპისტოლე ვახსენეთ თესალონიკელთა მიმართ. ნუ იქნებით ვითარცა ურწმუნონი, ეუბნება თესალონიკელთა ეკლესიას. ანუ ისინი გარკვეული ცუდი სარწმუნოებით იყვნენ და ეუბნება რომ ვითარცა ურწმუნონი ნუ იქნებითო, ჩვენ მორწმუნეები ვართო და მორწმუნე თუ ხარ, უნდა იცოდე რომ სული არსებობს, სული მარადეულია და იმ ქვეყნად არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე და შენ რადგან არ იცი შენი მიცვალებული სული სად არის? კეთილი ინებე და ილოცე და ილოცე რა ვიცი და როცა შენ კარგად ლოცულობ უკვე ნუგეში შემოდის. ესეთი ხალხი ვინც სულ გლოვაში არიან, გიორგი, ვერ ლოცულობენ კარგად და ლოცვიდან ნუგეში არ შემოდის მათში. აი გარეგნულად უკვეთავენ წირვას, იხდიან პანაშვიდებს, ყველაფერს აკეთებენ ეს ეკლესია ეუბნება, მაგრამ შიგნით არ ატარებენ მადლს. შიგნით არ ატარებენ არანაირ წმენას და არანაირ იმედს. და ასე დაღურემილები არიან და მის გარშემო უკვე ძნელია გაჩერება, ხო? აი წარმოვიდგინე რომ ქალბატონი რომელიც 24 საათი ტირის რა აუტანელია მის გვერდზე შვილის ყოფნა, ნათესავის ყოფნა, დედმამიშვილის ყოფნა, ხო? საშინელებაა ხო ეს. ამ დროს ღმერთი არ ითხოვს ამას. არც იმას ვიძახი რომ ჯერ გაციებული არ არის მიცვალებული და უკვე ტელევიზორს რთავ და უკვე ინტერნეტში ხარ და მოიცა რა კაცო ყველა გარდავიცვლები და ძალიან მარტივად რო აგვარებენ და არის ჩვენ ხო უკიდურესობაში ვართ ხო ან ძალიან მარტივად და უბრალოდ მარხავთ და ბოდიშით და ფეხებზე ყიდია უკვე მიცვალებული ან კიდევ გაუთავებელი გლოვა ტირილი და რაღაცა შუალედია ავიღოთ ხალხო დავიტიროთ ხორცილად როგორც საჭიროა რამოდენიმე დღე შემდგომში გადავიხადოთ რაც საჭიროა პანაშვიდი იქნება მოწყალების გაცემა იქნება და აღადგომის მერე დამშვიდებულები განწმენდილები ნაზიარები და სიცოცხლით სავსეები იმედით ახსავსეები გავიდეთ და უთხრათ მამა ქრისტე აღდგა დედა ქრისტე აღდგა პაპა ბაბუა რა ვიცი ბებია ქრისტე აღდგა მიულოცე შედალოცილო თუ ცოცხალი ხარ ხო და აი ეს არის მთავარი ეს რო არ გვესმის ხო მივდივარ და იქ ტირი ვარ და წარმოვიდგინე რა საშინელი მდგომარეობაა მე ხო ამ დროს ეკლესიაში ბრწყინვალე დღეებია ეს რას ნიშნავს აქაც დავძენ გიორგი რომ ზოგი ფიქრობს ესე იგი რომ თუ ბრწყინვალე დღეებში გარდაიცვლება ვინმე პირდაპირ სამოთხეში ხდება ეს არასწორი სწავლება სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს გონია ეს რომ აღდგომა დღეს თუ გარდაიცვლება ან აღდგომიდან თომას კვირამდე ვინმე სასუფის აღსავლის კარები ხო ღია ხო სასუფეველს ამ დროს თუ ვინმე გარდაიცვლება გინდა მონათლული იყოს მონათლავი ნაზიარები უზერველი სამოთხეში ხდება ეს არასწორია შემოძირფასებო ერთი ესეთი შემთხვევა მინდა გავიხსენო დედა თამარი იყო მარჯანიშვილი კოტე მარჯანიშვილის და რომელიც მონაზონი იყო და რუსეთში მოღვაწეობდა და მას რო უთხრეს რომ შენი ძმაო გარდაიცვალაო კოტე მარჯანიშვილი ხო წინვალე შვიდეულში გარდაიცვალა თუ აღდგომის მეორე დღეს კარგიაო შვება ექნებაო კი არ თქვა რომ სამოთხეში მოხდებაო და რაღაც ხო უბრალოდ ამ დღეს კარები რატო აღია იცი რომ ახლოს არის ადამიანი ღმერთთან აი ამ დროს უკვე აღდგომილია ქრისტე და ის სიკვდილი რომელიც მთავრდებოდა ა ブラ ამის წიაღში და ჯოჯოხეთში აღარ მთავრდება ასე რა იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომამდე მის ჯვარცმამდე ხო სანამ ის ჯოჯოხეთში ჩავდოდა ყველა ადამიანი სული ვინც გარდაიცვლებოდა ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში და მართლები ჯოჯოხეთში ა ブラ ამის წიაღში მიდიოდნენ და ეხლა უკვე ჩვენ ზეიმობთ აღდგომას გამოხსნას დიდი შაბათი იქნება ხო მაცხოვარით ჩაბზანდება და ამოიყვანს იქიდან ამოიყვანა მან მართალთა სულები და აი ამას მე შე რომ ეს არ გესმის და არ გჯერა რომ აღდგომა იქნება უკვე მე იგონებ რაღაც ლობიანებს აწყობ თქვა იქ ხაჭაპურებს და გონი რაღაც მატერიალური რაღაცა ნუგბარების გაკეთებით და იმით საფლავზე გატანით რაღაცას მიუვა შენ მიცვალებულს მისავალი ჩვენ მიცვალებულები არიან სულები და მათ სულიერი თანადგომა ჭირდება წერია რომ ღმერთი არის სული და თაცა სულია იქ არის თავისუფლება და თუ კი ღმერთი სულია ჩვენ სულიერად უნდა დავეხმაროთ ჩვენი მიცვალებულების სულებს ნუ თუ ამის გაგება ძნელი ადამიანი არის ორი სამყაროს მონადა სხეული და სული სხეული მოკვდა გარდაიცვალა დავკრძალეთ ეხლა ვიფიქროთ მარადიულ სულზე და როცა მოხდება ქრისტეს აღდგომა მოხდება აი ესე თქვა სულების და სხეულების ერთად შეერთება და ერთნი წავლენ საუკუნო სატანჯველში და მეორენი წავლენ მართალნი მარჯვენით მამისა ანუ სასუფეველში და ეს თუ ჩვენ არ გვჯერა და არ გვწამს მაშინ ჩვენი სარწმუნოება უკვე არის
ესე ვთქვათ, ურწმუნოება და უკვე არის ვაისარწმუნოება, ანუ სრულსარწმუნოება. მე ვფიქრობ, ეს ყველა ახლა ისეთი რამე არ მithქვია მე რაღაც საოცრება, ხო? ეს არის ჩვენი კატეხიზმი, ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური სწავლება და აი ამ სარწმუნოებით ჩვენ უნდა გავიდეთ საფლავზე და ასე ვთქვათ, გავიხაროთ და ვიყოთ ბედნიერები. ნუ ვიქნებით ვითარცა ურწმუნონი, როგორც პავლე მოციქული გვარიგებს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო, რა კითხოთ ისიც აღარ ვიცი უკვე ისეთ სიტუაციაა, რომ თლიანად ამოვწურეთ ეს თემა და თუ შეიძლება მამო, ხვალნელა აი წითელ პარასკევთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რომ აი ხვალ რომ თუ შეიძლება თუ ძიმე მარხვა არის და რაღაცა და აი როგორ იმარხულონ და რა უნდა ქნა, იმიტომ რომ ხვალაც აისახება თქვენ მიცვალებულებზე, ხვალინდელი თქვენი მარხვაც, ხო? აი თუ შეიძლება აი იმიტომ რომ თუ არ იმას იზამენ, ხა ხვალ თუ არ იმარხულები და რაღაცა მე ქრისტე აღდგა, როგორ უნდა თქვა, იმიტომ რომ თუ ჯვარცმა არ იცი, მაშინ აღდგომა საიდან გეცოდინება, ხო? თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რატო არის ეს მძიმე დღე და რატო არის თითოეული ჩვენთაგანის გასათავისებელი? სწორი ჩართვაა, გიორგი, აი ამ დროს წარმოიდგინეთ ახლა რომელი ჩვენთაგანი ახლა ყოველას არ აყავს ცოცხალი მშობელი ან მშობლის მშობელი, ხო, პაპა და ბებია. რომელი ჩვენთაგანი არ ვდგარვართ ჩვენი მიცვალებულის, ასე ვთქვათ, სასახლესთან, ხო? გვამთან და არ გვიგძვნია ცრემლები, არ გვიტირია, ხო? და ხვალე ჩვენ ყველა მომქმედ ეკლესიაში 2 საათზე დავდგებით ყველა მართლმადებელი ქრისტიანი, იცით ვისი ცხედრის წინაშე, ვისი გარდამოხსნის წინაშე, ვინც არის განკაცებული ღმერთი, ვინც სიკვდილით დადგუნა, ვინც შექმნა სამყარო, ვინც შექმნა ანგელოზები, ვინც შექმნა ხილული და უხილავი, ვინც ღმერთია და კაცი ქნა და აი მისი სხეულის სიმბოლო არის, ხო, ის გარდამოხსნა და აი გარდამოხსნის წინ ყველა მოძღვარი ხვალ იქა დაგებს და ჩვენი თავჩაღუნულები, როგორც დამნაშავეები მის მკვლელობაში. მარტო ეხლა საზიზღარი იუდა, ხო? იუდამ დააშავა და ჩვენ რა იუდას მსგავსად არ ვიქცევით ძალიან ბევრ შემთხვევაში. სამი შემთხვევა არსებობს, შემოძირფასებო, ვინც არ იღებს ქრისტეს, ის არის ფარისეველი და მწიგნობარი, ვინც ნახევრად იღებს ქრისტეს, ანუ მარტო სურვილები უნდა ქრისტესი და რაღაც ოცნებების ასრულება, ის იუდას მდგომარეობაშია და ვინც ბოლომდე ქრისტესთან არის და ჯვარცმის მერე, გოლგოთის მერე, გეცემანის მერე გაყვება მას და ბოლომდე ატარებს მის ჯვარს და მისი ჯვარი გახდება ქრისტეს ჯვარი, აი ეს ადამიანი გაიხარებს და ის მიხვდება რა არის ქრისტეს აღდგომა. ხვალ უმძიმესი დღე არის, გიორგი, და სასურველია რომ არაფერი არ მივირთვათ და ყველა მივიდეთ ეკლესიაში. ყველა მივიდეთ ეკლესიაში და დავდგეთ გარდამოხსნის წინ და იესო ქრისტე კი არ ვიტიროთ. ჩვენი ცოდები ვიტიროთ და ვიტიროთ ის, რომ აგე 2000 წელზე მეტია ეკლესია გვახსენებს ამას. ხო შეიძლება მოგწყინდეს და თქვა რომ რამდენჯერღა უნდა მივიდე ამ 12 სახარების კითხვაზე, ხო, ამ გარდამოხსნაზე, დატირებაზე, დიჩაბაზე და აღდგომაზე, მაგრამ ვინმეს გწყინდება, შემოძირფასებო. მაგალითად მე არ მყოფნის. ჩემთვის წელიწადში ერთი კვირა კი არ უნდა იყოს ნებიშვიდეული, ხო? კარგია რომ თვეში ერთი კვირა იყოს, რა, რომ ცოტა გამოვფხიზდეთ რა. რატო იცი შემოძირფასებო? იმიტომ რომ აღდგომის მერე ნახევარი აზრები დაცარიელდება. და პირიქით უნდა იყოს დიახ, ძალიან დიდი ბოდიში 5 წუთი დარჩა და ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ რა, აი მაპატიეთ რა, რომ ესე იმას აი ამასთან დაკავშირებით ზუსტად მინდა დღეს დიდი ხუთშაბათი იყო და დღეს ზიარება სამხეა მნიშვნელოვანი ნიჭება და საერთოდ რა ძალიან დიდი მადლის მატარებელი ყოველთვის არის ზიარება და ძალიან ჩემდა სამწუხაროდ აი ამ თბილ ქვეყანაში და ამ მორწმუნე ერში აი მარშრუტით რო გაივლი და 24 კაციდან 28 რო იწერს პირჯვარს და გარედან კიდე ვიღაცა რომ მოყვება პირჯვრის წერით დღეს სამებაში ვიყავი და რაღაცა ალბათ 1-200 კაცი იყო რა და ძალიან ცუდია რომ აი ესეთი რაოდენობა და ესეთი გაუნათლებლობა თუ არის რომ დიდ ხუთშაბათს ეკლესიაში წირვაზე რა მადლს მიიღებ და რატო არ მოდიან ეს ხალხი ესეთი გაუნათლებელი თუ არის ხალხი ძალიან გული მწყდება ან ესეთი არამორწმუნენი თუ შეიძლება ყველას აქვს პრეტენზია თუ შეიძლება აუხსნათ აი ამასთან დაკავშირებით და მორჩები მამა 4 წუთი დარჩა დიდი ხუთშაბათი გიორგი მოგეხსენებათ სერობა დილით ცოტა ხალხი რატო დადის მამა აი ესე დღეებში მამა თუ შეიძლება რა გიორგი ძალიან რთულია მაგაზე პასუხის გაცემა აი მე მაგალითად ფიქრობ რომ როცა აღდგომის მერე ხალხი ტოვებს ეკლესიას ეს ან მოძღვრების ბრალია ან ხალხის ბრალია ან ორივეს ერთად ადრე ყოველთვის მახსოვს რომ დიდ ხუთშაბათს ბევრი ხალხი იყო წითელ პარასკევს ძალიან ბევრი ხალხი იყო ეს ნიშნავს იმას როგორც წეგან აღვნიშნეთ რომ განცდა იმისი უკვე აღარ აქვს როცა მაცხოვარი გეცემანიაში ლოცულობს გამოვა და სამი მოციქულია იქ და სამივეს ძინავს ხო და რას ეუბნება მაცხოვარი რომ იფხიზლეთ რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში მთელი საქართველო არის განსაცდელში ეხლა თქვა რა სიმართლე და ზინავთ ამათ და ელოდებიან გამხსნელებას რომ იქეიფონ
კი არ უნდა ვიქეიფოთ, ჩემო ძვირფასებო, უნდა ვილოცოთ, რომ განსაცდელში არ ჩავარდეთ. ჩავარდა ხალხი განსაცდელში და ეკლესიაზე გაბრაზებულები აღარ მოდიან. მე დავდიოდი ლუარსაბდივით, სანთელს წირავდი, ხვარს კლავდი და აბა რა მიშველა, არაფერი არ მიშველა, ისევ გაჭირებული ვარ, ისევ მუშევარი ვარ, ისევ მშიერი ვარ და უკვე აკლდება ეკლესიას მრევლი. იმიტომ აკლდება, რომ ვინც დადიოდა და აღარ დადის, არასწორად დადიოდა გიორგი. სურვილების ასრულების გამო დადიოდა და არა იმიტომ, რომ ელოცა მაცხოვართან ერთად, რომ ეტირა თავისი წოდებით წითელ პარასკევს და მიმხვდარიყო რა გააკეთა ჩვენთვის განკაცებულმა იესო ქრისტემ. ძალიან ბევრი ადამიანი დაყვებოდა ქრისტეს გიორგი, შენ ხო იცი კარგად და ბოლოს ამდენი დარჩა 12 და იმასაც თქვენს ხო არ გინდათო რომ წახვიდეთო და სად წავიდეთო. მე მინდა იმ ადამიანებს მიმართო, ვინც აღარ დადიან, სად არიან ახლა და სად მიდიან, ხო? თუ არ გვინდა ქრისტესთან და ქრისტეს ეკლესიაში დარჩენა, სად მივდივართ ხალხო? რამე ახალი მოვიგონეთ? რამე ახალი ეკლესია შეიქმნა? რამე ვინმე ახალი ქრისტე გამოჩნდა? ვინმე ახალი ბელადი ნახეს, მაგრამ ახალი მარჩენალი ნახეს და სხვაგან აკურთხებენ 5 პურს და 2 თევს და დააპურებთ მათ ვინმე? ეს ხო უკვე ნიშნავს იმას, რომ მართლა მოახლოებულია, მართლა ბოლო ჟამია მოახლოებული, მართლა აპოკალიფსური დღეებია გიორგი და წერია რომ როცა მოვა ლუკას სახარებაში წერია მარტო ეს, როცა მოვა ძეკაც ისა პოვებს კი რწმენას. ანუ წმენა ვერ შეექნება, მაგრამ ჭეშმარიტი წმენა აღარ იქნება და უკვე დაიწყო ეს ყველაფერი. დიდ ხუჩაბაც რომ ასეთი სიმცირე იქნება სამებაში გიორგი და აი ხვალე არ ვიცი ამდენი ხალხი იქნება, ხო? ეს ნიშნავს, ეს უკვე ტრაგედია. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა სოს გამოვაცხადოთ, ხო? და თუ ეს ჩვენ ახლა ამაზე ახლა განგაში როგორ აი უნდა ლოცვები გავაძლიეროთ, უნდა ქადაგება გავაძლიეროთ. გეტყვი პირდაპირ ახლა რატომ მოვედი მე შენთან ეთერში? შუა ლოცვიდან წამოვედი ახლა და ხალხმა გაოცებული სახეები გამომაყოლეს რომ წინამძღვარი საწავიდე ახლა და ხამამება გააგდეთ, რატომ მოვედი გიორგი, იცი რომ დღეს თელს ვისაც ჩვენ გვისმენს ახლა და ვისაც აქეთა აქ ყურადღება და ეკლესიაში არ იყო და თქვენ ეთერს უსმენს, ხო მათ მიმართავთ რომ სად მიდიხარ ჩემო ძვირფასებო? ქრისტე იესო მიატოვეთ? ასე არ იყო სახარებაში გიორგი. მოგესალმებათ რომ იესო ქრისტე მიაცილებდა იოანე ღვთისმეტყველი ისიც შორიდან და დედა ღვთისმშობელი და დასტირიან ებრაელი ქალები და რას ეუბნება ქრისტე იცი იმ ქალებს? ჩემზე კი ნუტირი ხართ ასულნო იერუსალემისანო. თქვენზე და თქვენ შვილებზე იტირეთ, იმიტომ რომ იცოდა რა ელოდებოდა იერუსალიმს მაცხოვრის ჯვარცმის მერე. ჩვენ რა გველოდება ცოტა ხანში ვიცით? ხო შეიძლება ერთ მორწმუნე მართლმადიდებელი მოძმე რუსები დაგვესხენისებ თავს, ან თქვა ფარულად დაგესხვა სხვა ვიღაც, ან იდეოლოგიით გაგვანადგურონ, ხო? ვიცით რა მდგომარეობა? ამიტომ ან ლიბერალები დავჭერთ ეკლესიაში, ხო და ლოცვა გავაგრძელოთ. დატირება იყოს, სიხარული იყოს. მე თქმა მინდა რომ თქვენი ეთერის საშუალებით ყველას მიულოცო დამდეგი აღდგომა და ღმერთმა ყველა გახარებული და ბედნიერი მანახო საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ მამო დრო გავიდა და გემშვიდობებით მე სამშაბათს დაგიმნებით აუცილებლად ბედნიერ აღდგომას გიხსოვთ აუცილებლად ჯარისკაცებს, ვინც ლოგინათ, რა ვიცი, ზოგი სამოთხოფოში ხვდებით, ყველას ბედნიერება სიხარული, ვინც უცხოეთში ხვდებით აუცილებლად, რა ვიცი, პატიმრები, ჯარისკაცები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გიჭირთ, ვისაც აღდგომა გიხარია და ვინც აფლავზე გადიხართ, ყველას ბედნიერება სიხარული მინდა გისურვოთ. მე გახდით გიორგი დარასელია, ჩემს სტუმარი გახდათ მამა გიორგი თევდორაშვილი, რომელიც გახლავთ ნარიყალის ტაძრის წინამძღვარი. დროებით სამშაბათს საღამოს 9-ის ნახევარზე აუცილებლად გემშვიდობით, დიდი მადლობა და ჩემ ყველა თანამშრომელს ულოცავ კიდე აუცილებლად დამდეგ აღდგომას. კარგად ზანდებოდეთ.